მი გინეცოლუსტი და შინა. სადგავარდა შენი ქმარი ამ დილა ადრიანათა ეგეთი უჭმელი. რა ვიცი ევა, რაღაცა საქმე გამოჩნდაო. მაგრამ იგე ამას წინათ კოხტა კოსტუმებით რო დარბოდნენ ქალაქში. კინაღამ მოგელა რო შეეწირა მაგამავს გახსოვს? აი მაშინაც ეგეთი აფორი აქებული იყო ეგ. გამომივიდა ეგეც ახლა. მამეცეკა. აჰა გინეცოლოს დედა აი შეჭამე. დადე მანდა ხო ხედავ სხვა რაღაცას აქვს. არა ეგ დადე და ესა ჭამე შილო კარაქიანი პური. ოღონდა აი ამა ატრიალეა ეგრე და იგრე ჭამე. იცი ჩაულებრივად რო სჭამ, ულვაშები გესურება ხოლმე დედა გენაცვალოს. კარგი რა, ქალო, კარგი რა. მაგრამ ბიჟი ცხო არა ვქნა. ნაბარღივით მეკცევი 2 დღეა. უი მე ბალღის ჭკვა გაქშვილო. აი მე იცოდე რომ შენა თუ ჭკვიანად არ იქნები იმ კავკასუსისთანა გაგანთავისუფლებენ და წამოხვალ. ო, ისე კარგი ხალხი ჩანს, თორე არაფერს არ გეუბნებიან. არაფერ არ ვაშავებ და რა უნდა მითხრა? რა სამჯო, ამდენი ხანი ვერ შეგატყვეს რაც ეტიცა ხარ. მაამხედე შენა აქეთ. იგე. შენი ცი რომ მე გერმანიაში დირექტორის მოადგილი თანაშემწე ვიყავ. იგეთი თანამდებობა მქონდა, რომ შემეძინებოდა ხათრითა და შიშით, ვერც კი მაგვიძებდნენ. ო, დაიცა. რისი უფროსის მოადგილეს ამხმარე იყავი, ერთი ვაეყევი აბა. ფრეზავებისა. რისიო? ფრეზავებისა, ხო, რა იყო, რა გაცინებ? თქვენი ცით რომ გერმანიაში ჯერ არიან კანცლერები, მებრე არიან ქალაქის თავები და მებრე ფრეზავები. ფრეზავი თუ იყავე, ეს უკვე სხვა საქმეა. არა დედა, შენ ვერ გაიგე, ფრეზავი კი არისო. ფრეზავების უფროსის მოადგილის დამხმარე ყოფილა. დაში. გიჟები ხართ, მაგრამ არ გელაპარაკოთ ყველა რა. გენაცვალოს დედა შედა. ლოსმანი ვერ დაგიჭედებია შილო რომ ხელში არ გაირთვა და ფრეზავიო გაცო. რა სამოცებს ფრეზავიო. ავედი მე რა დამალებ წავი. ავედი სო გერმანიაში და ვერა ინახა. გინეცვალოს დედა. როგორი დათვის ბელივით დაბაჯებს. ესა გვიან მოვალ. იმაზე გვიანა ვიდრე შენ აფიქრობ. ო, საქმე მაქვს. რომელი პერანგი გაგიუთო? რავი, რომელისა მაქვს? ჰალსტუკიცა გინდა? ნანუ, შეათვინა სიუმპრიზი მაქვს. მითხარი აბა ერთი რა სიუმპრიზი? ვერ გეტყვი. ნუ კაი გეტყვი. ჩემ ბიზნესს ეხება. აბა ეხლა დროზე ჩამოვქვი თორე ხო ხედავ აი გაშლილ ხელსა რა გინდა მაგაბერი ლოყეზე შემოგეხვიოს? ვერ გეტყვი კაცო, დავითარსებით მერე. ვაიცა კაცო, ესე იგი მე თარსი ვარ. არა გოგო, შენ კი არა ხარ თარსი. ეგეთი გამონათქვამია, ხო? აგი აიქადებს გასაღები და აიღე. ნანუ, მანქანა მიყიდე გოგო, ხა? მანქანა კი არა ბიჭო, სარდაფის გასაღებია და ის თოხი ამოიტანე ტარი როა გაბზარული. შააკეთე და ჰაიდა ბოსტანში. მაგისა რომ შენ დაგიუთავებო. ვაიბე კოლა, სანამ შენ დაგაუთავე, რაც გითხარი დროზე ის გააკეთე. არ წავალ. შენა ბიჭო, დაგავიწყდა ამის ზურგზე, გაიგზარა ეს თოხი? კაი, გაწამანებე თავი, მე ხო იღბალი არა მაქვს რა, დამანებე უნდა თარა. Iusi biuma te mama. Oh, ვიცი კაცო. აცად. კიდე ჩამოკა. გამოვიდა 70. კარგი, გოგი, თუ უპასუხე რა, ერთი. დააყოლდი თუ რა არის, არ გესმის? რატო არ პასუხობ შეგიძლია მიედეს მითხარი ერთი. ვინა ეს? კარგი მოგილ რა, შერაღატე გემართა, ხო შეიძლება მამეხმარო არა? ზომიანი თითებით რომ ეკრანს უსვავ, გამიფუჭა და ეგეთ ჩემი საყიდელია, ეხა ის ტელეფონი ახალი. ერთი უყურე აქ აყოფილა ეს ჩემისა.
ბიჭო, როგორ იგავ, რატო არ პასუხობ? შენ არ გეუნები, ო, როგორ იყურება ციყვით ეჭებისა? შენ გეუნებ, შენა. შამხედი აბა მიხოძია, რა საუგავა, როგორ გიპასუხებდი, ჰა? მოკლედ არ ვიცი. ზოგ-ზოგიერთები სუსტი სქესის წარმომადგენლებმა დაახვიონ აქედან და საქმე მაქვს მამაკაცებთან. ო, რა შემიყურეთ ახლა? სერიოზული საქმეა, მიდი ნიკოლაი დაურეკე. ამოიდეს აციოს ერთი ადგილი, მოიდეს საქმეა მეთქი. აი მხელებით როგორ დავრეკო, ჰა? სუცომიანი ვარ, კაცო. გაიწვიდე მე ნეხენები. გაიწვიდე რა მოგივე საკაცო. არ გადაგვაყოლი ამ ჩამებს. კარგი, კარგი. ყველაფერი შემისაკეთებელია რა. ხინკალიც მე უნდა მოვახვიო და კოლასაც მე უნდა დაურეკო. მიდი ბიჭო, ნუ აი კაფე პირი. კოლა, ჩამოაქა. სადა და მეტროში, სად უნდა ჩამოხვიდე შეჭემისაო, შამოში ვარ. მიდი აგელოდები. მოვალო. მზია დაქტორი მეთქი სუსტმა სქესის წარმომადგენლება და მე მგონი აქ შენახარ ეგეთი მარტო. შენ ხო არ გავიწყდება, ვის ობიექტზე ხარ? აი თუ საქმე გაქვს, არა? გააბძანდი გარეთ და იქ ილაპარაკე. ჩო როგორ უძლებს. მოგერ მიხედე საქმე, ახლა ოჯახში უფრო შენახარ. ყოველ შემთხვევაში ეგრე ვიცი მე. გიყურებ. ზია! რა დინდა ბიჭო? არაფერი. დავტოვეთ გოცოტა ხაიდგო რა მოგივიდა. ერთი გამაგებინეთ, რა საქმე გაქვთ იგეთი რომ ჩემთან არ ითქმის და გარეთ უნდა გავიდე. ახლა მეორედან მათქმები რა იცოდე გამიგე? თუ რა ბადური ბაძაღუა სულს ფიცევან? არ გამაგებიცოდე. ხო და აი საანგარიშო და მიდით და შენ და ბადური ბაძაღუამა დაიანგარიშეთ. წაიღო ტვინი. მოგე. ვინ არის ბიჭო? ბადურა ბაძაღუა. რაი, ბიჭო. რაი, მოგე. ბადური ბაძაღუა მინება იცი? ვინა, ბიჭო. ჩემი ბების დათლის ძმა იყო აბა. რაცა, ბიჭო, ერთი მაგის კარგის მაგისი მეტი მართლა შინაურია. რა დროს სტილი და ცრემლია? სერიოზული საქმე მაქვს, კაცო. დიდებული კაცი იყო, დიდებული. ჩაწვიტი ახლა, კაცო. სტუკა კოლა დაგინახე. მე აბა ერთი შახედე თამასა გოჭის კულაბასავით არ არის. ნანუ შენახა. რა საკეთებ აქ? რა თარა ხარ ბოსტაჩ და არის თოხი. ფული დამივარდა. რა ფული შესაძოდაო სადა გაქვს? დამივარდა მეთქი საღამექნება. დაანებე კაცო მაგ ფულსა თავიდან წადი ბოსტანს მიხედე. არა რა, კამერები უნდა დაგიყენო, თორე სხვანაირად ვერ გაკონტროლებ რა. მოიცა რა კამერები სკოლა გიჟდი შენა. რაღაცა ძალიან შაშინდი შენა და რა ხდება კაცო? ის დაშკუილა ლილი ხო არ დაკავს ისევ აქ? იცოდე თავები არ მომაკოლებინოთ. ვის თავები გასო? ბიჭო, თქვენი თავები მათ ჩემი ხო არა რა? რა ლილი ხარო, რა ლილი? რაღა დროს ლილია? ლილი მაშინ გამიცანი შენ ვარ გიცნობდი. ნეტ ერთიან რას გამიცანი, გდებულიყავი იმასთანა და იქნებოდით ბედნიერები. არა კაცო, ბედნიერი მარტო შენთანავა არ მე. მე გაქრიშენა რა. მოისა, ავაწყო ბიზნესი გავაკეთო ეს საქმე, მანქანა უნდა ვიყიდო, ბენზინი ჩავასხამ და იქ წაგიყვან, რა ქვია იმასა, წნორში. მე ბიჭო, ანა ბათუმი გეთქვა, ანა ამსტერდამი, მაგრამ შენ ახო დახშული გააქვს ფანტაზია. წადი ერთი ბოსტანში კაცო, რა ნერვებს მიშლი რა. მე დამანებე თავი წავედი ოღონდაც არა, წავედი მართლა რა. ნედა რას ვიზახიო. გააფრაგა საქმე რა. გამიდა გასაგვი რა ახლა კაცო რა. დავარეკო წავიღოდაც რა. ხო არ მოგდევს ისე ვაბიჭო, ჰა? აი, არ მოგვაგონებს თორე ჩაგუშის ფელ საქმისა.
არა. აური ეკვალი. კარგით ახლა გიყოფათ. დამეგდეთ ყურე. მოკლედ ვახონდარეკა. ერთი მაგარი საქმეაო და დიდი ფული გაჭრა შეიძლება. იდე კოლაც იქიყო. ო ბიჭო ასე თქვა რომ იმდენ ფულ გაშოვნინებთო თქვენ კი არაო თქვენ შვილებსაო და შვილიშვილებსაც ეყოფათო ხო კარგი ბიჭო კარგი ნუ გამააბამ ხოლმე კუდებსა ბიჭო დედა ხიდაშენ მარა აღარ მინდა მის დაჭრებინა დავიღალე მიყო ჩვენაცვალი ამდენი ტრამვები ბიჭო ვინ გეუნება რომ კიდე უნდა დაგჭრა შენა ჰა სხვანაირად გადალაგდება საქმე ხო რა გადალაგდება ჩვენ ჭკვიანები ვარ გონია კარგი ბიჭო რა კარგი რა ნუ მოითქვა ხოლმე რა მიხოციო რა საქმიანი და ნგი რეკავს და ფითორი გადაიცი წარვე ბიჭო როგორ ეყურება კაცი კრადერი გადაიცი მეთქი რო გეუნები ვაიგე მუჭორე გვახო მოდი ბიჭო აქედან მუჭორე კი არა ოდასა მე кайფებით ისევ ძოლზმაზე ხარ რისთვის შევაკერინე შარვაპოსტომეტო კარგი კაცო არი ნერვიულო შენა დავკიცკინ დაუთოვებულები გვილაგია რომ არ გავჭუჭყოთ ყოველდღიურად ახო მისმენეთ ხა მე ამაღა მოფრინავ გაიგე სტამბოლიდან დილით მანდ ვიქნები და დილით ვერ უნდა შევხვდეთ თქვენს დღეს ვერ უნდა წამოხვიდეთ გაიგე თბილისის ხო ჩამოვალთ კაცო იმაში მივალთ ეგრე ჩემი ცალი ძმა რომ მუშაობს რა ქვია იმ ჩემი სასტუმროსთან კავკასიაში ვიქნებით კარგად გამოიწყიფეთ ახლა მუზბანებში არ გაიჩიტოთ არ გამაგიჟოთ ახლა კარგი ახლა კარგი კაცო ახლა ხუმრობენ ბიჭები თორე შეგვიც უკაცკეპილები დავდივარ დეგველოდე მანდავა უახო ეს რო ჩქარო ჩავიცვა ძალიან მაგარია ხო ხედა მაგრამ იმას კი ჯობია მაგიდე დაცვატირეთ არა იმაში დიდი ჯორი მგონია თავი ხო მე ჩავშალო რა ეს საქმე გიჟები ხარ თქვენ და მოდი ბიჭოაკეთ გამოდი შენ გამოდიშა კაცი დაიცა კაცო დაიწყნარდი ხუმრობენ ბიჭები კაცო ჩვენ დათყოფნაში ვართ ჩამო კარგი წაეთ სახში გამოიცვალეთ დაიბანეთ რა ყოველ შემთხვევისთვის რა და ერთ საათ შავიკრიფოთ აქა ხინგლიჭებასა ვერ მოვასწრებთ ვინა ეს გიჟია მიყო გებიწებია ბიჭო გაჩერდით მეთქი თქვენ ამათ რა სერიოზული ხალხი გარ თქვენა მიყურებთ ახლა ბიჭო წაველით მოდი ჰა ხინკა მაინდო მახინკა რაუ ამათა რაუ გოგო, ერთი მაგ თამაშსა რომ მორჩებია რა. მიდი ერთი გადახედე რა ჯდება ბოსტანში და პარნიკებში კამერების დაყენება. აღარ შამილია ქალო რა. სულ გაველურდა ეს ჩემი ქმარი, რა გავაკეთო აღარ ვიცი. შენიც ეგრეა? ჰა, შენიცა? გოგო, მაგათმა ეხლა მე მგონი აი საქმე წამოიწყეს შარშან რო იყო. მოგელა რო შეეწირა კინაღამ მაგ ამბავსა. მე რა ვიცი კოლაც თუ დაჭერეს ეგრე აი გარმაწყობს რა პრინციპში кайფული კი იშოვეს ეხა რო თქვათ მსუბუქად რო დაჭერან არა არაუშავს მაგრამ ჩემი მოსავლელი თუ გახდა აი ნამდვილად არ მინდა რა ქალო მე რა გაკურში ბაი მე ტყვია თან ლაპარაკობამდესა თან ამუშავებ და თან მუსიკებს უსმენ კაცო რა გინდა მე აიგეთი არაფერი გამიგია თან ამუშაობდე და თან აუსმენდე უთხრა შენ დირექტორსა შენ რო ბადრიჯნის პარნიკებში მადონას სიმღერებს ამღერი ხარ ეგ ხო გაგიგია ეგეც მართალია რა მოკლეთა იმას გეუბნებოდი რა უკიდურეს ზომებსა უნდა მივმართო ვეღარ ვიმორჩილებ ქალო კოლასა უკიდურესი ზომები რა არის ყიყლიყოს აღარ აჭმევ ეგა ქალო ზეიმია
დავაბამ, მაგრამ მაშინ რო დავაბი და დამრჩა ისევ იგრი არ დემემართოს. რას ამობ ქალო მართლა აბავდი? ვაბამდი ქალო, ხო და რა ვიცი, დამავიწყდა და 4 დღე იყო ეგრე. არ გინდა გოგიტაზეც გამოცადაო, ჰა? ნანუ დამალევე რა, თავის საქმე გათხოვებ ქალო, ფაფულა დაროჩენიკებს. ჰა, არ მორჩი. მარო ეს შენი ქმარი აი დილა ადრიანად რო გავარდა საქმეები მააქო იგება და სულაც არა აქვს საქმეები და გაიჩინა ვიღაცა რას ამობ? ეგრე რო დარბოდნენ მაშინ ხო გაირკვა მე რა საქმეზეც დარბოდნენ და ხო იშოვა ფული აღარ გახსოვს? ხო და შეიძლება მიხო მიფიქროს რომ აი ეგრე იციანო და ვიღაცა გაიჩინა კარგი რა დედა, მიხო ჩემთვის არასოდეს არ უღალატია. საწყალი. რა? რა მეიჩინა მიმალავ დედა? უიმე შვილო, კაცები ოხრები არიან. აი მე ჩემი გოგიასთვის რომ არ მედევნა, აი ეგრე ვიჯდებოდი შენსავითა. გაჩერდი რა დედა, გაჩერდი შენი ჭირმე ხა ეჭვიანობას ნუ მასწავლი რა. იყო რა ძაღლები მოგდებდნენ მე ვაჩვენებ მაგათ რა ვაჩვენებ მაგათ კარგი გო კარგი დაწვა აი ხლა პიტნის ჩაის დაგისხამ დაგაწყნარებს ხო მიდი დამისხე გამამივიდნენ დიდი საქმოსნები ეგენი რა იყო გო რა მოხდა რა იყო და სხედან შამოში დიდი საქმიანი სახეებითა ჩემი ქმარი შენი სიძე და ის ბედოვლათი კოლა რა და რაღაცაზე ბჭობენ მე კიდე ხალო გამამსვეს გარეთ წუწკი კატასავითა აჰა ხო გეუბნებოდი არა საქმე აქ მეთქი შეკიდერე საყვარელიო ხალო რა საყვარელი არა კაცო იგე ეთერა მეუბნებოდა წეღა რაღაცასა და რაო მე გო რა სამო მე რა აი მე დიდი ეჭვი მაქვს რომ რაღაცა შარში ისევ გეეხვევიან რა როგორც მაშინა დაიცა ისევ ვახომ ხო არატეხა ეგენი გო მაგისი ამბავია მგონია რა ქალო გახსოვს მოგელა კინაღამ რო შაეწირა მაგ ამბავს აი მე გაჩერდი რაც მე მაშინ ვინერვიულე კარგი დამანებე თავი დაიცა და ეხლა შამოში არიან და რამესა გეგმავენ ხო აბა რატო ვარ ეგეთი გაცოფებული ესე იგი ჩემი ბიჭი არ ჩართეს ამ საქმეში აი მე მაგათ უჩვენებ სეირსა მაიცა რა ეთერა დეიდრა თედო კი არა ეგენიც არ უნდა გაუშვათ იქა მე უნდა გასწავლოთ ყველაფერი ათეკით და ის კოსტუმები დაუმალეთ თითო ხელი აქ შეკერილი მაგუბედურებსა რო არ ექნებათ მე რიღათი წავლენ მართალია აი ავდგები და სწორედაც ეგრე მოვიქცევი შენ გაიხარე ეთერა დეიდრა ჭკვიანი ქალი ხარ ზია მოხველი ვაიმე გოგით ვიფიქრე ვიღაცა ტურისტი შემოვიდა ჩემ კაფეში აი გოგრის კრემსუპის საჭმელად და მეთქი როგორ გამოპრანჭულ ხარ ბიჭო ჰა მიხდება რა ატომიო ბანდერასაო გავარ გავხარ კი ვიფიქრე ისე ეს ბიჭი ნეტა ვისაგავს მეთქი და ეგე რა იყო როგორ გამოწკეპილ ხარ სად მიდიხარ ჰა სადა კინოში მიმყავს ქედანი და რა კინოი უნდა უყუროთ? რასა და რა ქვიან ზომბები და ხალხი ერთმანეთში კოცნაობენ, მაგარი ფილმია, ხო? ისა მარტო შენ და ეთო მიდიხართ, მე და მოგელიც რო წამოვიდეთ. წამოდით რა, მაგრამ ვის უნდა დაუტოვო ახლა აქაურობა, ჰა? ახლა გოგიტი, რა ხდება? რა არის? ой ზია ხაკარ გოგო სანამ ჩემი შორამ კოსტუმი გადამომრინებ თეისები და ვესადებ ნახე ვაიმე კინოში მივდივართ და მე არ ვიცი კინოში კი არა გოგო ელე მებონიას ცოლი გავხარა ცუდად ფოთოლა იზორია აბა ხოდა დამირეკოს მოგერიო კითხულობსო ჩამოდიო უნდა წავიდე იქ
ბიჭო, პელესოლი შენ რათა გკითხულობს, გარინჩა ხარ. არა, გარინჩა კი არა, გოგო. უყვარდი მე მაგას. უყვარდი ხო? გეომეტრიაში მომზადებდა გეომეტრიაში. ხოდა სად არისო მოგენო ჩამოვიდეს მკითხულობს. ხოდა სადაა ჩემს რეკონსტრუქტორი მითხარე? ბიჭო, ძლივ გამოვეპარენ ანუ რა საგასო. წავედი თუ ხო გიროდება ჩვენ მე თანამწმელი ვარ. ზია. დიდი მადლობა მოგელ. ოჩახშენა რა, აი, შენი ნდობა თუ არა მაქვს, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. მე წავედი და ეგ შენი ტასასმელი წაეკაგდია რა. დამიმალე გოგო. ხო, დაგიმალე, მაგრამ ეხლა ხვდები რომ აზრიც არა აქვს რა. წავედი მე და აი ცოდე ჩემი სახელის ხსენება აღარ გაბედო. ზია! მოიცა ბიჭო არ გაბედო, საკეთის ხსენება. ვერ გაიგონე შენ კაცო. იმით არა ქარს მოგაყვანდი ბაღალსა წინცხარსა ტაოტია საბიჭო. მოიცა. გოჩუმე ბიჭო ენა, თორე დაგიშვა მზიამა. კაი ხო. ტაუტიასა. მიდი ჩაიცუ შენ კიდე გველოდება ვახო. წამოიჯო ჰა. მე სულ ეგეთი კი არ ვიყავი. იცი რა ლამაზი ვიყავი? მამა ჩემი სულ აგინებდა დედა ჩემსა. არ უნდა გამეშვი პოლონეთში, ეტყობა შენა იქა მიღალატეო. მერე ტექნიკუმი რო დავამთავრე, გაბუანც სოსოს ბიჭს მერიგებდნენ. კაი ქერა ლამაზი ბიჭი იყო ეგა, კაი ოჯახიდანა, მაგრამ უარი უთხარი. უარი უთხარი, აბა ეხა ჩემზე მაღალი იყო ეგა და არ შევეფერებოდით ერთმანეთსა. თანა მაგ დროსა ყოლას მამიდამა გამაცნო ყოლა. რა ვიცი ქალო, აეხლაც ვფიქრობ რა შამაყვარა ეკაცი, მაგრამ რომ ახსენდება ისეთი მეტყველი სახე ქონდა, ისეთი უძირო თვალები ეტყობა, მაგიტომაცა გავყევი რა. ხო და გოგო, რო გაიგო აემ გაბუანთ სოსომა რო გავთხოვდია რა. ადგან ბიჭმა და მანქანა ააწო. რა მანქანა ქალა? პაბედა. ხულიგანკა BMW-ს მატორზე. და მე ეგ შენ გათხოვებასთან რა შუაშია? რა ვიცი ქალო, მათაც ხო არ მაიკლავდა. აი ხლა ვფიქრობ, თავი მოვიკლა თუ შენ მოგკლა ნანო. რათა გოგო? იმიტომ რომ მთელი დღე რისთვის დამაკარგინე, ქალო, შენ ხო შენი საქმე კარგად გააკეთე და მე უფროსმა შენი შუნა უნდა მომწეს, იმიტომ რომ აცდენ აქა. კიჟია ესა, თუ არ გინდა ქალო, რას მისმენდი? შენ და ზარმაცი ხარ და გინდა რომ ახლა გადმომაბრალო. წყნარად იყავი თორე მეტყვი დირექტორსა რომ თამაშობ მთელი დღე რა. რას ავთამაშობ, ქალო, ვიღაცამ რო გაიგოს სიმართლე ეგონება, რა თამაში, ნანუ? კაი, ხო, კაი, არავის არ მეტყვი, კაცო, წამოდი სახლში წავიდეთ რა. წადი შენა. შვილო, ადექ და დაუმალე მიხოსა ის კოსტუმი. არა მე თქი გითხარი უკვე ერთხელ. უი მე ძლივს რაღაცა კარგი მოიფიქრა, მზიამა და დაუჯერე შვილო. მე არა მეთქი დედა მე მიხოი მაგარი ვერ გაუკეთებ. მე თვითონ ხო გიკეთებს, რასაც უნდა იმას აკეთებს. შენც ხო გააქვს შვილო, შენი თავმოყარეობა. ეგრე ბოჩოლასავით ყველაფერს როგორ უნდა უჯერებდე. რათა ბოჩოლასავით გო? მე და მიხოს ზეპირი მემორანდუმი გვაქვს დადებული. ისიც მენდობა და მეც ვენდო. უი მე ესეთი უტვინობა არაფერი გამიგია მე. აი მე დაანებე რა მიხოს თავი ძალიან კარგი კაცი არის ახლა. რა? მაგით რისი თქმა გინდა? რომ მამა შენი ცუდი კაცი იყო, რომ ქალებში დაძვრებოდა, რამდენჯერ გამოვიჭირე. მოიქცეოდი წესიერად და აღარ ივიდა ქალებში. ხედავ შენა, ეს მე მაბრალებს ახლა. ადექი ახლა, ადექი მე შენ გეუბნები დროზე. ადექი და დაუმალე ის კოსტუმი, მიხოსა, აი მერე მადლობასაც ამეტყვი შვილო, მიდი. ეხლა რომ ვფიქრობ რა დედა, ნდობის პრობლემა კი არა მაქვს, მაგრამ რამე შარში არ გაეხვიოს. აი, მაგითო ჩამოვიღებ ეხლა მე ამაი მართლა. აჰა. აი, და საწავიღობა? დაზე ჩაიცი შვილო და ზევიდან კიდევ ხალათი მაისხი. რა სამობ ქალო? რა უტვინო ხარ მართლა რო დაიჯერე. ანა ბოსელში წაიღე შვილო, ან კიდე სხვენში აიტანე. რა სამობ? ბოსელში ხო ძრო ხა დაიღე და სხვენში გინენი კი ბეჭამა მიტყდება და. მაშინ შვილო, საძინებელში შეიტანე და ლეიბის ქვეშ ამოდე და იქ როგორ ანახავს მიხო. ო, იქ მისა. ეხლავე. ო, საიდან შემოხედი ახლა კაცო? ფანჯრიდანა. ვა, დენ შენისა რა? აი, უნდა დეგემალნა რა, აი, დედასა. ო, დედაზე გამახსენდა. დედა შენი მაიფიქრებდა მაგაცა. ჰა? ო! არა,
მიფიქრე? აი დედა, შენი ძიმან ფიქრებელი ხარ. ძლივ წარმოეთქვი და გადმოსტოცნე მე მოიფიქრეო. გეონები დააკიდე მაგაა შაყოლი აქედანა. დაიცადა, საიდან მიხვდი რომ ამ უნდა გამეკეთებინა? როგორც საიდან ვდი, მე თქვენ ვართ რა ლობიო ხوار აგონი ვარ. მზია დავინახე ეგ ბიბლიოთეკიდან მიარბეინებდა იმასა. მოგელა შარვალ კოსტუმსა. ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ ყველაფერი. დაიკიდე მეთქი და შაყოლი აქედანა. ო, კარგი. დროზე. გოგო. დედა მაიკი. აი. აი მე პაპი გეუნები ახლა მჭირდება შენი დახმარება ჯერ რომ არ დახმარები ხარ იგრე და გამხნევება ბიჭო აი იცი როგორა ჭიდაობაზე რომ დავდიოდი ხოლმე გაიგე და რომ მეუნებოდი ახლა მე თუ არ დამიჯერებო და იგრე არის ჭიდაობა როგორც მე გეუნები მე აი ზაგარ ეგრეა ოჯახი ფინ პაპი აი მივიდი ვარ ამოდენ არის ხზე კატ შენაგუნი არა უღელა თრთი მაშაკაც მაგრამ ახლა თუ არ გაურისკე ახლა ხო გაგიგონია ვინც არა ის კამსო ისაო იმასაო ჭაჭის არას ვერასვამს უეგრეა